მოდით, ერთი წამით წარმოვიდგინოთ ძველი სამყარო. და აი ამ სამყაროს ცენტრშია უზარმაზარი იმ დროის ყველაზე დიდი ზესახელმწიფო, აქემენიდური სპარსეთი. იმპერია, რომელიც ეგვიპტიდან ინდოეთამდეა გადაჭიმული. და უცებ ეს გიგანტი მზერას ჩვენკენ, კავკასიისკენ აპყრობს. სწორედ აქედან იწყება ჩვენი დღევანდელი მართლაც რომ საინტერესო ამბავი. აბა დაფიქრდით, რას იზამდით თქვენ? იბრძოლებდით? დანებდებოდით? იქნებ რამე გარიგებას ეძებდით. იცით, ეს არ არის რაღაც აბსტრაქტული კითხვა. ეს იყო სრულიად რეალური დილემა, რომლის წინაშეც ძველი ქართველური ტომები აღმოჩნდნენ. კარგი, მოდით ახლა დროში ცოტა უკან გადავინაცვლოთ და სცენა მოვამზადოთ. სპარსეთი, როგორც თქვით, თავისი ძლიერების პიკშია. და ამ დროს აი აქ, ჩვენს მიწა-წყალზე და მის გარშემო, უამრავი ქართველური ტომი ცხოვრობს. ხო და, მათ ჯერ არ იციან, მაგრამ ძალიან მალე ისტორიის ყველაზე დიდ იმპერიასთან მოუწევთ პირისპირ შეხვედრა. და აი მოდით ვნახოთ, ვინ იყვნენ ეს ტომები. სასპერები, მოსხები, ტიბარენები, კოლხები. წარმოიდგინეთ, თითოეული ეს სახელი არის ხალხი, რომელმაც ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გზაგასაყარზე დგას. მათ უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება, რომელიც არა მხოლოდ მათ მომავალს, არამედ მათ არსებობას განსაზღვრავდა. კარგი, მაგრამ შეიძლება იკითხოთ, საიდან ვიცით ეს ყველაფერი ასეთი დეტალებით. საბედნიეროდ, ჩვენ გვყავს ერთგვარი გიდი ამ ამბავში. ეს არის ანტიკური ისტორიის მამად წოდებული ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე. სწორედ მისი ნაშრომებია ის გასაღები, რომელიც გვეხმარება ამ ისტორიული თავსათეხის აწყობაში. ხო და ვნახოთ, რას გვიყვება ჰეროდოტე. ხო და, ტომების უმრავლესობამ ფაქტობრივად ერთი გზა აირჩია. პირდაპირი დამორჩილება. ანუ ისინი გახდნენ იმპერიის ნაწილი, შევიდნენ მის ადმინისტრაციულ ერთეულებში, რომლებსაც სატრაპიები ერქვა. და რა იყო ეს სატრაპია? მოდით მარტივად ავხსნათ. წარმოიდგინეთ, როგორც დღეს გვაქვს რეგიონები ან ოლქები. სატრაპია იყო სპარსული იმპერიის პროვინცია. და თუ შენ ამ პროვინციის ნაწილი ხარ, ეს ნიშნავს ორ რამეს. პირველი, შენ პირდაპირ ემორჩილები იმპერიას და მეორე, რაც თავარია, გაქვს ვალდებულება გადაიხადო ფიქსირებული ყოველწლიური ხარკი. და იცით რა არის საოცარი? ჰეროდოტე იმდენად დეტალურია, რომ ზუსტ ციფრებსაც კი გვაძლევს. აი შეხედეთ, მე-18 სატრაპია, სადაც სხვათა შორის სასპერებით შედიოდნენ, ყოველ წელს 200 ტალანტს იხდიდა, ეს უზარმაზარი თანხა, ხოლო მე-19, სადაც მოსხები და სხვები იყვნენ, კიდევ უფრო მეც, მთელს 300 ტალანტს. ასე რომ ეს არ იყო რაღაც სიმბოლური ჟესტი, ეს იყო იმპერიის წევრობის ძალიან კონკრეტული ფინანსური ფასი. მაგრამ, როგორც ყველა კარგი ისტორიაში, აქაც არის ერთი დიდი გამონაკლისი. ყველა ტომი არ წასულა ამ გზით. იყო ერთი ხალხი, რომელმაც სრულიად განსხვავებული პირობები მოიპოვა. დიახ, მე კოლხებზე ვსაუბრობ. მოდით ვნახოთ, რა იყო მათი გარიგება. აი აქ ჰეროდოტეს სიტყვები მართლა რომ ამბის კულმინაციაა. კოლხებს სხვა ტომებისგან განსხვავებით ფიქსირებული ხარკი არ ჰქონდათ. მათი შეთანხმება ეფუძნებოდა ნებაყოფლობით საჩუქრებს. მაგრამ რა იყო ეს საჩუქარი? ეს არ იყო ფული, არც ძვირფასეულობა. ეს იყვნენ ადამიანები. ყოველ 5 წელიწადში ერთხელ 100 ახალგაზრდა ბიჭი. ერთი წამით დაფიქრდით, რას ნიშნავს ეს? ეს ხომ უბრალოდ ციფრი არ არის. ეს არის 100 ოჯახის ტრაგედია, 100 მომავალი, რომელიც თავის მიცას წაართვეს. აი ეს იყო მოკავშირეობის სტატუსის პირველი ნაწილი. და ეს ყველაფერი არ არის. ამას ემატებოდა 100 ახალგაზრდა გოგონაც. ეს უკვე აღარ არის ფინანსური ვალდებულება, ხომ ხდებით? ეს არის უმძიმესი ადამიანური ხარკი. საფასური, რომელსაც კოლხები იხდიდნენ, რათა ფორმალური დამოუკიდებლობა შეენარჩულებინათ. მოკლედ, აი ამ სლაიდზე გვაქვს ორი სრულიად განსხვავებული გზა, ორი ბედი. ერთ მხარეს სატრაპიები, პირდაპირი მმართველობა, ფულით გადახდილი ხარკი. მეორე მხარეს კი კოლხეთი, მოკავშირის სტატუსი, მეტი თავისუფლება, მაგრამ ფასი იყო ადამიანების სიცოცხლე. ფინანსური ვალდებულების ნაცვლად ადამიანური ვალდებულება. მაგრამ იცით, ისტორია არასდროს არის ასეთი მარტივი. საქმე მხოლოდ პოლიტიკურ სტატუსსა და ხარკში არ იყო. მიუხედავად იმისა, ვინ რა სტატუსს ატარებდა, სპარსული იმპერიის გავლენა ბევრად უფრო ღრმა აღმოჩნდა. ის კულტურაში შევიდა. წარმოიდგინეთ, ეს ხომ ერთი უზარმაზარი ეკონომიკური და პოლიტიკური სივრცე იყო. ხალხი ვაჭრობდა, მოგზაურობდა, ურთიერთობდა. და ასეთ დროს კულტურა საზღვრებს უბრალოდ ვერ ცნობს. ის მდინარესავითაა, მიედინება და ყველგან აღწევს. იდეები, ტრადიციები და რა თქმა უნდა ენა. და ამ უძველესი კავშირის ყველაზე ხელშესახები მტკიცებულება იცით სად არის? ჩვენს ენაში.
ყოველ დღე როცა ვსაუბრობთ. აი მაგალითად, დაფიქრებულ ხართ ოდესმე საიდან მოდის სიტყვა განძი, ან მასპინძელი, ან თუნდაც ბაღი. დიახ, ყველა ეს სიტყვა და კიდევ უამრავი სხვა პირდაპირ სპარსულიდან შემოვიდა. ათასობით წლის წინანდელი ისტორია დღეს ჩვენს პირზეა. და ეს ამბავი სიტყვებზე უფრო შორს მიდის, ის კიდევ უფრო პირადულია. ჩვენი სახელები, ზურაბი, მერაბი. თვით ლეგენდარული ფარნავაზის სახელიც კი სპარსული წარმოშობისაა, ასე რომ ეს სახელები უბრალოდ გერების ერთობლიობა არ არა. ისინი იმ შორეული ეპოქის ცოცხალი ისტორიაა, იმ დროის, როცა ორი დიდი კულტურა ერთმანეთს შეხვდა და სამუდამოდ დაუკავშირდა. და აი, ჩვენი მოგზაურობის ბოლოს. ისევ იმ კითხვას უბრუნდებით, რითაც დავიწყეთ. როდესაც ასეთი უთანასწორო ძალებია, როცა ერთი მხარე უზარმაზარი იმპერიაა, მეორე კი უბრალოდ გადარჩენას ცდილობს, რა არის სინამდვილეში საჩუქარი, რამდენად შეიძლება ის იყოს ნებაყოფლობითი. ეს არის ის მძიმე კითხვა, რომელიც კოლხების ისტორიამ დაგვიტოვა. კითხვა, რომელზეც სრული პასუხი ალბათ არც არასდროს გვექნება.